залишились. ომმა მრავალი სიცოცხლე შეიწირა, ბევრი იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო, ბევრი დახოცეს. ქვეყანაში დიდი მწუხარებაა, რომელმაც ყველას ცხოვრება თავდაყირა დააყენა. Це перевернуло все життя з ніг на голову. თითქმის 4 წლიანი ომის შემდეგ უკრაინა ნაღმებით ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქვეყნად იქცა მსოფლიოში, სადაც ტერიტორიის თითქმით მეოთხედზე მილიონობით ნაღმი და აუფეთქებელი იარაღია მიმოფანტული. ეს თვალით შეუმჩნეველი საფრთხე უამრავ სიცოცხლეს იწირავს. უკვე 900-ზე მეტი სამოქალაქო პირია გარდაცვლილი თუ დაჭრილი. იაპონიის მთავრობამ ცოტა ხნის წინ ტოკიოში უმასპინძლა უკრაინის ყოველწლიურ ნაღმის განეიტრალების კონფერენციას. გლობალურ დონეზე იაპონია უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია, რომელმაც 2022 წლიდან მოყოლებული 12 მილიარდი დოლარის მოცულობის სახმარება გაიღო როგორც თანხის, ისე აღჭურვილობისა თუ ტრენინგების სახით. ეს კონფერენცია იყო საერთაშორისო დახმარების კოორდინაციის შესაძლებლობა, როგორც ტექნიკურის, ისე ფინანსურისა და ჰუმანიტარულის, რათა დაჩქარდეს უკრაინაში განაყვითი სამუშაოები. ამ დახმარების მიზანი ქვეყნის უსაფრთხოების გარდა სამომავლოდ მისი ეკონომიკის კარიბჭედ გადაქცევაც არის. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ნაღმები უკრაინის მომავალს თავზე ბნელი აჩრდილივით ადგას. მინისტრმა აღნიშნა, რომ განაყვითი სამუშაოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სახელმწიფო და საჯარო სექტორების პარტნიორობა. განნაღმა ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესის შემადგენელი ნაწილია, რომელიც უკრაინის რეკონსტრუქციისკენ მიდის, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ნიადაგის უსაფრთხოდ გამოყენება. მინისტრმა მოტეგიმ წარმოადგინა ახალი პაკეტი უკრაინის განაღვაზე მიმართული სამოქმედო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ადამიანური რესურსებისა და ტექნოლოგიების გაძლიერებას, განაღვთი სამუშაოების ჩართვას უკრაინის აღდგენის ფართო გეგმაში. მან ისაუბრა ახალი პარტნიორობის თაობაზე კოლუმბიასთან, რომელიც ნაღმებით დაბინძურებული კიდევ ერთი ქვეყანაა და ნატოს იმ ფონდში თანხის შეტანის შესახებ, რომელიც უკრაინის განაღვას უწყობს ხელს. უკრაინის ეკონომიკის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მიმდინარე კონფლიქტის გამო განაღვთი სამუშაოების ჩატარება ძალიან სახიფათოა. ეს ნამდვილად ძალიან გვირთულებს საქმეს, მაგრამ მაინც ვასრულებთ განაღმვას. რადგან თუ დაველოდებით ომის დასრულებას, მთლიანად დავკარგავთ ჩვენს ეკონომიკას. ჩვენი ეკონომიკის დიდი ნაწილი კი სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოებაა. იაპონიამ და უკრაინამ ახალი მიდგომა შეიმუშავეს, ეგრეთ წოდებული ნექსუსი, რომელიც განაღვასთან ერთად მომავალზეც ზრუნავს. ნექსუსის კონცეფცია უბრალოდ განაღმვას არ გულისხმობს. ის მომავალზე ზრუნვასაც მოიცავს. თუ რა ბედი ეწევა ნაღმებისგან გაწმენდილ ადგილს მომავალში, თუ რა აშენდება და რა პერიოდში, როგორ ვითანამშრომლებთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მოსახლეობასთან და ბიზნესთან. იაპონურმა საინჟინრო საწარმო ნიკენ კორპორეიშენმა უკრაინას კონფლიქტის დაწყების დღიდან 12 გამნაღველი მანქანა გადასცა. ნაღმებისგან გამწმედი მანქანა, როგორც წესი ბულდოზერს გავს, რომელიც წინ მიიწევს, მაგრამ ეს თანადგარი ნიჩაბივით არის. იგი ეგრეთ წოდებული მკლავით ამოძრავებს ნიჩაბს, რათა ამოიღოს ქვეით საწინააღმდეგო ნაღმი და გაკაფოს ბუჩქნარი. ტოკიოს საკონფერენციო დარბაზიდან 1000 კილომეტრის მოშორებით ნიკენის ბულდოზერი საცდელ ნაკვეთზე გადის გამოცდას. აქ კამბოჯაში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოფიცრები ამ დანადგარის გამოყენებას სწავლობენ, სანამ შინ დაბრუნდებიან, სადაც მიღებულ ცოდნას კოლეგებს გაუზიარებენ. ამ საწვრთნელ ბანაკში, რომელსაც იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო უწევს კოორდინაციას, კამბოჯის განნახვის ცენტრისა და ნიკენის ექსპერტების ცოდნასა და გამოცდილებას გადასცემენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან ჩამოსულ სტაჟორებს. ეს ერთ-ერთი საწვრთნელი სესიაა, რომელსაც იაპონიის სააგენტო ატარებს კამბოჯაში, ქვეყანაში, რომელმაც კარგად იცის რამხელა მსხვერპლის მოტანა შეუძლიათ ნაღმებს. ტერიტორიებს განურჩევლად ნაღმავდნენ. მრავალი სასოფლო სამეურნეო მიწა და მინდორია დანაღმული.
რის გამოც ფერმერები ვეღარ ამუშავებენ მიწას. გვაქვს ოკუპაციისგან გათავისუფლებული ტერიტორიები, რომლებზეც ხალხს ისევ სურს დაბრუნება და ცხოვრება, მაგრამ ეს სახიფათოა. მათი ეზოები, სახლები, გარაჟები თუ ბოსტნები შესაძლოა ჯერ კიდევ სავსეა ფეთქებადი მოწყობილობებით. გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მიმდებარე ადგილები და მრავალი სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი ჯერ კიდევ ნაღმებითაა სავსე. Объекты на деоккупованных территориях. ტოკიოს კონფერენციაზე კი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ წვრთნა ორ კომპონენტს მოიცავს. მხოლოდ აღჭურვილობის მიწოდება საკმარისი არ არის, რადგან როდესაც ახალ ტექნოლოგიასა თუ დანადგარს თავაზობ ვინმეს, მას სათანადო გამოყენებაც სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანური რესურსების განვითარება საკმაო საკითხია. შესაბამისად, როდესაც უკრაინელი ოფიცრები კამბოჯიდან შინ დაბრუნდებიან, თავის კოლეგებს საკუთარ მინდვრებზე გაწვრთნიან. იმედი გვაქვს, რომ ასეთი ტიპის წვრთნები უკრაინაში ადამიანური რესურსის განვითარების ბირთვი იქნება. სანამ კამბოჯაში მომავალი მსხვერპლის პრევენციას ცდილობენ, უკრაინაში ნაღმით დაზარალებულთა რიცხვი უკვე ძალიან გაიზარდა. ათობით ათას ადამიანს სჭირდება კიდურის პროთეზი და ერთი იაპონური კომპანია იკვლევს, თუ რამდენად გამოადგება მისი ტექნოლოგია ამ ხალხს. ობარა კოიოგო ტოკიოში მდებარე მეოთხე თაობის პროთეზის მწარმოებელი კომპანია 60 წლიანი გამოცდილებით. ჩვენს კომპანიაში ლითონს ჭედვის იმ მეთოდით ვამუშავებთ, რომელსაც ძველი იაპონური ხმლების დასამზადებლად იყენებდნენ. მეორე მხრივ, სამგანზომილებიანი პრინტერის ტექნოლოგიის განვითარება უბრალოდ შესანიშნავია. ჩვენი მიზანია ამ სწრაფი თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა, რათა ერთი სრულყოფილი პროდუქტი შევქმნათ. კომპანიამ უკვე მიიღო შეკვეთები უკრაინული ორგანიზაციებიდან და ახლა იმაზე ფიქრობს, რომ რაც შეიძლება სრულყოფილი პროდუქტი გაუგზავნოს იმ ქვეყანას, რომლის სამედიცინო დაწესებულებებიც გადადვირთულია. ამჟამად ჩვენი მიზანია ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც იდეალური იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ ფეხის პროთეზი. მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო ამას ვერ ახერხებენ. გვინდა მათ თავად შეძლონ ფეხის პროთეზის მორგება, თუნდაც დროებით. კამბოჯაში უკვე ვნახეთ, თუ რა დიდი ძალა აქვს გამნახვილ მანქანას. თუმცა სხვა ტექნოლოგიებსაც ავითარებენ, რათა გამნახვის დროს ჯარისკაცებს რისკი მინიმუმამდე შეუმცირდეთ. ინდუსტრიული დრონების მწარმოებელი კომპანია პროდრონი, ტოკიოში მოქმედ საკონსულტაციო კომპანია პადეკოსთან და ორ უკრაინელ პარტნიორთან ერთად ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ დრონებზე მუშაობს, რომლებსაც შეუძლიათ ნაღმები ციდან გაარჩიონ. Someone said to demining in Ukraine takes more than 100 years. ვიღაცამ თქვა, რომ უკრაინის განაღმას 100 წელი დაჭირდებაო. ჩვენ წლებს არ ვითვლით, მაგრამ თუ ამ ტექნოლოგიამ გაამართლა, საქმე გაცილებით სწრაფად და უსაფრთხოდ წავა წინ. Less dangerous. It is very high. ეს ძალიან მაღალი დონის ტექნოლოგია, რადგან დაბალ სიმაღლეზე ფრენა რთულია. Difficult to fly, but თუმცა ჩვენს დროს მიწიდან 20 სანტიმეტრის დაშორებითაც კი შეუძლია ფრენა. 1 მეტრზე დეტექტორი ვერაფერს გაარჩევს. detector cannot detect anything. ეს დრონები პროგრამულ უზრუნველყოფას რუკაზე ნაღმის ადგილმდებარეობის დასაზუსტებლად იყენებენ. საფრენი ბილიკიც ისეა დაპროგრამებული, რომ დრონმა დამოუკიდებლად იფრინოს. ქალაქ ნაგოიაში დაფუძნებული კომპანია პროდრონი ახლა ამ დრონებზე სათავო ოფისებში ცდებს ატარებს და მათზე დასაკვირვებლად უკრაინული კომპანიებიდან დელეგაცია მოიწვია. ამჟამად ვფიქრობთ, რომ დრონი ლითონის დეტექტორით აღჭურვოთ. ლითონის დეტექტორის ნაკლი ის არის, რომ ის მიწასთან ძალიან ახლოს და თან ძალიან დაბალი სიჩქარით აფრინავს და ნაღმის პოვნის არეალი შეზღუდული აქვს. ეს პრობლემა, რომ მოვხსნათ ისეთი სისტემის შექმნას ვაპირებთ, რომელშიც ორ დეტექტორს დავაწყვილებთ. ორივე ერთდროულად იბზრიალებს და უფრო ფართო მასშტაბის სკანირებას შეძლებს. 一度に広い面積が取れるような工夫をしています。ნაგოიაში იმყოფებოდა უკრაინული ფონდის პოსტაპის წარმომადგენელი ვლად კოზაკი. წელს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურთან ერთად გვქონდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც 5 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობის საეჭვო ტერიტორია დავათვალიერეთ და დავაზუსტეთ საშიში ზონები. ამისთვის აგრარული დანიშნულების დრონები გამოვიყენეთ, რომლებიც ყველაზე პოპულარული იყო უკრაინაში. ახლა შემდეგ საფეხურზე ავედით და ვაპირებთ, შესაბამის მომხმარებელზე მორგებული აპლიკაცია გამოვცადოთ.
დიდი ტერიტორიების დანაღმის გამო ფერმერული საქმიანობა შემცირდა. ომამდე ამ ტერიტორიების უმეტესობას სოფლის მეურნეობისთვის იყენებდნენ. უკრაინას დიდი რაოდენობით გაჰქონდა ექსპორტზე სურსათი. ქვეყანა ცნობილი იყო როგორც ევროპის ბეღელი და მისი სოფლის მეურნეობის სექტორი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ს შეადგენდა. ტოკიოს კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით უკრაინელი შეფმზარეული იევგენ კლოპოტენკო დამსწრებს იმ მინდვრებზე მოწეული ბოსტნეულისაგან მომზადებული ბორშჩით გაუმასპინძლდა, რომლებიც ცოტა ხნის წინ განაღმეს. მთელი ცხოვრება სოფლის მეურნეობას მივსდევდით. 3-4 წლის წინ უცებ რუსეთი შემოიჭრა და მთელი ეს ტერიტორია დანაღმა. მერე ერთხანს შევძელით და რუსეთის არმიას უკან დავახევინეთ. ასე რომ უკან დავიბრუნეთ ეს მინდვრები, მაგრამ ისინი დანაღმულია. ფერმერებმა კი მიწათმოქმედების გარდა არაფერი იციან. ესაა მათი ხელობა. ყოველდღე შეიძლება რომ დაიხოცონ. ან დრონი დახოცავს, ან ნაღმზე აფეთქდებიან. აი ეს არის სურსათის რეალური ფასი. ადგილობრივებმა სწორედ ამ კონფერენციაზე გაიგეს მეტი უკრაინისა და მისი დანაღმული მიწების შესახებ და რა თქმა უნდა მისი ტრადიციული კერძიც გასინჯეს. ძალიან გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ თურმე ახლაც კი ძალიან ბევრი მიწაა დანაღმული. იმედი მაქვს დადგება დღე, როდესაც მოქალაქეები ისე იცხოვრებენ, რომ ნაღმზე აღარ იფიქრებენ. გავიგე, რომ თურმე ძაღლებსაც იყენებენ ნაღმების საპოვნელად. ეს საინტერესო იყო. ვიცი რომ ნაღმების გამო ფერმერობა შეუძლებელია, ამიტომ ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე რომ მიწები განაღმეს და მათი დამუშავება ისევ შესაძლებელია. თუ გავითვალისწინებთ, რომ დაიდო ახალი ხელშეკრულებები და დაიწყო რამდენიმე ახალი თანამშრომლობა, ცხადია იაპონიის როლი ფინანსურ დახმარებაზე ბევრად მეტია. ეს არის კომპლექსური ძალისხმება, რათა გადაარჩინოს მრავალი სიცოცხლე და მოამზადოს ნიადაგი ქვეყნის მომავალი აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის. And reconstruction.